დავიწყეთ წინა საახალწლო სამზადისი და გავხსენით გამოფენა გაყიდვა. Ამ სივრცეში სხვა დროს ჩემს სტუმრებს არ აქვს საშუალება რომ შემოიხედო. ბევრს აინტერესებს აქ შემოხედვა, იმიტომ რომ აქ ბევრი ლამაზი წვეულება ჩაგვიტარებია, ლამაზი ღონისძიებები მქონია. ამ კედლებს და ამ ჭაღებს რომ ყურები გქონდეთ, ბევრ კაი რამეს და მოყოლა შეეძლოთ, ბევრ კაი რამეს მოყვებოდნენ. ჩემთვის საინტერესო რამდენიმე ხელოვანი ადამიანი შევკრიბე. ჩემი მეგობრები, ახლობლები, ვინც მიმაჩნია რომ ლამაზ ნივთებს ამზადებენ. ქართველები, სულ ყველა ქართველია. რაღაცებს შეგახედებთ, ცოტას რომ თქვენ წარმოდგენა გქონდეთ, რა შეიძლება დავხვდეთ ჩვენთან. ბალიშები გაგვიგეთა ხათუნა აბაშიძე. ნახეთ რა სილამაზია. ფოჩებით. თანთალა ფოჩებით. ბევრნაირი ძალიან ლამაზი. და მე ძალიან მომწონს. ბამბის ნაძვისხის სათამაშოების დიდი კოლექცია გვაქვს. სამი ლამაზი გოგო ამზადებს და ერთი მეორეზე რომანტიული და ლამაზია და ჩვენ მასტერკლასებსაც ვაპირებთ ახლა. სუსანა შურჭელი გვაქვს, წარმოუდგენლად ლამაზი ფაიფური რა თქმა უნდა ლიმოჟის საფრანგეთიდან და მის ნახვას და არჩევას შეძლებს. აქ გავაკეთეთ კიდე აგერ ახლოს მაგ გარემ და გაჩვენებთ. ძალიან ლამაზი ფარდები. ჩვენმა მეზობელმა ზამირამ შეგვიკერა ბატისტის ნაჭერი და ჩვენი ლამაზი რიშელიეები. ნახეთ რა გააკეთა ზამირამ. ეს ძველი რიშელიეები, ძველი დახეული თეთრეულებიდან ჩასვა სატინის და ბატისტას ნაჭრებში. და ძალიან ლამაზი თეთრი ფარდები გამოგვივიდა. რა თქმა უნდა, ბევრი სუფრა, რომელიც ქეთვსა ინატოვას ნახატებით მოვკაზმეთ და მოვხდეთ. ნახე რა ლამაზია, რა კაი სუფრები გამოვიდა. ჩვენც ეს გვაქვს გადაფარებული, ნახე როგორ უხდება. ჩემი ფავორიტი ეს ლურჯი ზამბახებითაა და ისე ბევრნაირი გავაკეთეთ. აგერ ნახე პაკეტებით ჩანს. ყვითელი ზამბახებით, მინდვრის ყვავილები, ბამბუკის ფოთლებით, აი ეს ყვითელი ზამბახები გავშალოთ. ნახე რა ლამაზებია. მოდი გავშალოთ მაშინ. ბედაში. ნახე ყვითელი ზამბახებითაც რა კარგია. აი. ძალიან ლამაზია. კიდე ერთით რამე ვაჩვენოთ. აი წითელი მარგარიტებით, ზიზილებით. აი ეს როგორი გამოვიდა ნახეთ. დიდი სუფრებიც გვაქვს, პატარა სუფრებიც გვაქვს. ეს ფოჩიალებიც ხათუნა აბაშიძის ძალიან ხარისხიან წვრილ აბრეშუმის და ქიშმირის ნაჭრებზე გააკეთა ასეთი წვრილი, უფრო სამკაულია ვიდრე კაშნე. ხალბატონების ძალიან ლამაზია, ულამაზეს კოლოფებშია. ბევრი გვაქვს თეკო, ურუშაძის სანათები. დიდები, საშუალოები და ასეთი პატარები, რა თქმა უნდა, ყველა ყვავილიანი. აბაჟურებს რომ ვეძახით თითბერის ფეხზე. მე ძალიან მომწონს და ლამაზია. მე თვითონ ვიყენებ. ბევრი სამკაული. ნახე ერთი მეორეზე ლამაზი. თეკოს და ნატულიას ჩემი მეგობრების ასევე. დიდი კოლექცია გვაქვს ძალიან, ბევრი შევაგროვეთ ამ ბოლო დროს. და ულამაზესი ამუშევრებია და შეძლებთ შეძენას. ნახე სულ დაძეძგილია უჯრები. აი უჯრები სულ დაძეძგილია, ეს არის ბროლი. ნახე რა ლამაზებია. ნახე ეს ლურჯები რა კარგია. ანგელოზის ფრთები. აი ამ სეკრეტერში ჩავალაგეთ. ძალიან ლამაზია და ბევრია და არჩევას შეძლებთ. ჩემთვის ინდოეთიდან ჩამოზიდული ქვები ნახე როგორ ამისხეს. უნდა დავკიდო იმას, მაჰარაჯა რომ ყავს იქა. ნახე სადმო დავკიდო. აკლია. ძივები უნდა დავამატო უნდა. ნახე რა ლამაზია. აქ ბუჩქებში მყავს კიდე ერთი კაცი, ნახე რამდენი ასხია. აქეთ ჩვენი აჭარიდან ჩამოტანილი ხალათები. ბევრია და აქაც შეძლებთ არჩევას. ნახე ერთი მეორეზე ლამაზები.
აქეთ ჩემო ბატონო ჭურჭელი საფრანგეთიდან. შეხედე რა სილამაზეა. აი. უნიკალური ფრანგული ფაიფური. სათითაოთაც შეიძლება მათი შეძენა და სერვიზებიც გვაქვს ჯერ არ ნახული. აქეთ ბექამ მოაწყო დიდი კოლექცია გვაქვს ფარდაგების და ხალიჩების. ბალიშების, ქართული, რა თქმა უნდა. ბევრნაირი დიდი, პატარა, ბევრი რამის ჩვენება შეგვიძლია. მე აქაური ამბები არ ვიცი, უფრო ბექა იამბობს და გაჩვენებთ. ერთი მეორეზე ლამაზი ნიმუშებია. აქეთ ჩემთვის ძალიან ლამაზი, მე მომწონს ძალიან და მინდა თქვენს გაჩვენოთ. აქ უფრო ინდური გავლენა. ამბალიშებზე ისინი ხდებიან ინდოეთში, მუთაქებზე. მუთაქაზე უფრო კაი საჩუქარი ახალ წელს რა უნდა იყოს, ბარაქის, დოვლათის. მატლით გატენილი ასეთი ქუნქულა მუთაქები გვაქვს ერთი მეორეზე ლამაზი. ეს გახლავთ ხათუნა და ნანა ოჩიაურების, რომლებიც აი ჩემ პალტოებს რომ კერავენ, ფერად პალტოებს. ნახე როგორ ლამაზი ბალიშები შეკერეს. ქუნქულა. ფერადი და ლამაზი. ეს დიდი მუთაქები მე ძალიან მომწონს და ესენი ისეთი მუთაქებია, წინათ რომ ქართველი თავადის ქალები, ძველი ფოტოები რომ არის, ერმაკოვის ფოტოები, ასე წამო კოტრიალებულები რომ იღებენ ხოლმე ფოტოებს. ეს აღმოსავლური ამბავია და მე ძალიან მომწონს. რა თქმა უნდა, სანთლები ბევრი გვაქვს და საახალწლოდ ბევრს მოსწონს. სხვა თუ არაფერი, აქ შემოხედო, ეხლა ნაძვის ხეს მოვთავთ, დაინთება ბუხარი და საღამობით სულ წვეულებები გვაქვს იმ დიდ მაგიდასთან, სულ საახალწლო, საოჯახო და სტუმარი რომ ყავს ვინმეს, იქ გავშლით ხოლმე წვეულებას და დღისით 6 საათამდე ყოველ დღე ორშაბათის გარდა 10-დან 6 საათამდე აქაურობა ღიაა და მე ბექა და მაშო გელოდებით რომ მობრძანდეთ. თუ ყიდვა არ მოხერხდება და ვერ შეძლებს, ადამიანს შეუძლია თვალს წყალი დაალევინოს და გაიხაროს და გაიხალისოს ახალი წლის წინა დღეები. 28 დეკემბრის ჩათვლით წელს ღია იქნება ეს სივრცე და ყველას გეპატიჟებით. დეკემბერში მაქვს მარტო დრო რომ ადამიანებს გამოუცხადო მონატრება, სიყვარული, ბევრი ჩემი ახლობელი მოდის დეკემბერში ჩემთან და რაღაცა წლის დასასრულია, ბოლოა. მოვეფერები ხოლმე, გამოუცხადებ სიყვარულს, ჩავიხუტებ, ბოდიშს ვეტყვი რომ ვერ მივაქციე სათანადო ყურადღება წლის მანძილზე. და მიყვარს დეკემბერი, იმიტომ რომ თავდება რაღაცა და გათავება ახლის დასაწყისია. მინდა რომ ბედნიერი წელი გქონდეს, უკეთესი გქონდეს მომავალი, ვიდრე წლევანდელი გქონდა. ჯერ მილოცვები ადრე, მილოცვები მერე იყოს. ჯერ მთელი თვეა წინ, 28 დეკემბრამდე აქ ვართ. და გელოდებით.